დილამშვიდობისა მეგობრებო, შუადღემშვიდობისა უკვე, დღეს გვექნება თავისუფალი თემა და ვისაც რა კითხვა გაქვთ, შეგიძლიათ დამიშოთ კითხვა, მიგიპასუხებთ. დაველოდებ ხალხს. მანამდე მოვკალათლები აქ ჩემთვის. და ნახეთ დღეს მწვანე საყურები გავიკეთეთ თქვენთვის და მწვანე ყვავილი. ეს 8-ია მე მგონი. ერთი ფრთა მომწრავა. ვინ მოაძრო ერთი ფრთა? ნაი. ვიდრება ხო? დღეს რაზე ვისაუბროთ მეგობრებო? თქვენის ნებართვით, თქვენ თემას ავირჩევ, რაზეც თქვენ გინდათ, იმაზე ვისაუბროთ. მე არ ვარ გაბრაზებული დღეს კარგ ხასიათზე ვარ. შვენიერი ამინდია გარეთ, მზიანი. და სხვათა შორის მართალი რო გითხრათ, მომენატრებით ხოლმე. მომენატრებით ხოლმე. დიდი ხანი რო არ შემოგიერთდებით, ესეთი შეგრძნება მაქვს, რომ მართლა მომენატრებით ხოლმე და იქ გარეთ ხო არ გავიდეთ ლამაზ დღეს, ზიან დღეზე. ორი ადამიანი შემომიერთდა, მოგესალმებით და აი სწორედ ამ ორ ადამიანს მინდა უთხრა. შეგიძლიათ თქვენ აირჩიოთ თემა, მკითხოთ და გიპასუხებთ. რამდენი თემს გავისწორებ. აბა როგორ მოგწოვართ ხეს? ცოტა ესეთი არ მიყვარს ძალიან გამობრანჭული რო ვარ ხოლმე და ცოტათი გამოვიბრუნჯები ხოლმე. დღეს რა თემა ავირჩიოთ მეგობრებო? კი არ ვიცი რა თემა უნდა ავირჩიოთ, მართალი გითხრა დღეს. თუ გინდათ მე მოგიყვებით გუშინ რომ მოვდიოდით გზაში, რას ვლაპარაკობდით მე და ჩემი მეუღლე და რა თემას განვიხილავდით. თუ გინდათ, თუ არ გინდათ, მაშინ სხვა რამეზე ვისაუბროთ. აბა, გისმენთ 6 კაცი მიყურებთ, თქვენს კითხვებს უპასუხებ დღეს. ავირჩიოთ თავისუფალი თემა, სულ ერთია რა თემაზე ვისაუბროთ, აი ავირჩიოთ ნებისმიერი თემა და ვისაუბროთ. გელოდებით. დღეს არ მომწონს განათება. საერთოდ არ მომწონს განათება, მოდი აბა გამოვრთავ. ისე უფრო უკეთესი. თუ გინდათ ვისაუბროთ რეინკარნაციაზე გინდათ? მე მიყვარს ამ თემაზე საუბარი. გელოდებით თქვენს თემებს ველოდები. თიკო ლექსები ქალის შემოდგომა წერს. გამარჯობა თამარ, სათქმელი ის მაქვს, რომ მომწონს შენი აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ არ ხარ ფანატიკოსი. მე ყველა თავისუფალ სულს პატივს ვცემ და ვაფასებ. არ ხარ არავისტი და მომწონს. მადლობა თიკო. მადლობა რომ ხედავთ და დაინახეთ. როგორც ჩანს თქვენც ასეთი თავისუფალი სული ხართ, რომ არც არავის ფანატიკოსი ხართ და არც არავის აღმერთებთ. თუ არა პატივს ვცემთ ქრისტეს, რომელიც ჩვენთვის არა მოკლეს სიმართლის გამო მოკლეს. ისე როგორც უამრავი სხვა ადამიანი მოკლეს სიმართლის გამო და ვერავინ დაიცვა ისინი.
მე ის ავთანდილ დარჩიაშვილი წერს, მე ის ვარ ნარიმანის კარზე რომ ვთქვი თამარ მეფეს არ ეკუთვნოდა ტახტი მეთქი და მერე შენ ლაივში ცუდად მოიხსენიება რატომ? და მერე შენ ლაივში ცუდად მოიხსენიება რატომ? როდის თქვი ავთანდილ მე არ გამიგია შენი ეგ ნათქვამი ნარიმანის კარზე მართალი გითხრა ნარიმანის კარზე მხოლოდ ორჯერ გამოსვლას დავესწარი. მერე ჩემზე ცუდად ილაპარაკე რატომ? ავთანდილ დარჩიაშვილისთვის საერთოდ არ მიმიძღვნია ლაივი. თიკოს ლექსები წერს რეინკარნაციის მჯერა ხშირად დამცინიან მაგის გამო. რეინკარნაციის როდესაც სული გავა სხეულიდან ის არსად არ ქრება მეგობრებო, ის სადღაც ხო უნდა განხორციელდეს, რეალიზაცია ხო უნდა მოახდინოს ამ სულმა და როდესაც ახლა პირდაპირ მნიშვნელობით სული განწმენდილი სხეულიდან გავა, მას ნაკლები შიშები აქვს. აი ნახეთ, როდესაც სული გადის, მე არ გავსულარ ჯერ ჩემი სხეულიდან ამ ცხოვრებაში, მაგრამ მე ბევრი გამიგია და რაც ჩემთან რეზონირდა, იმას მოგიყვებით, კარგით? ეხლა არ არის ისე, რომ აი ხა რასაც ვილაპარაკებ, 100%-ით ესია. 100%-ით არის მხოლოდ იმ ადამიანებისთვის ასე, ვისთანაც რეზონირდება ეს ინფორმაცია. ვისთანაც ეს ინფორმაცია არ რეზონირდება, მათთან სხვანაირად იქნება და ამიტომ მოდი ესე ერთმანეთს კი ნუ გავლანძღავთ, მოვუსმინოთ ერთმანეთს. კარგი და ვისაუბრებ ახლა რადგან რეინკარნაცია მოითხოვა თემა. მაგრამ ავთანდილი წერს კიდე რაღაც ანა მარია წერს სიხარული წერს სულის პორტალზე, ანუ ადამიანმა სულის პორტალი უნდა გაიაროს, რომ სანსარაში აღარ დაბრუნდეს. ანა მარია და თიკო, მოდი ვისაუბროთ რეინკარნაციაზე. ჩემთან რეზონირდება ასე, მართალი გითხრათ, არ ვიცი ის ლიტერატურა, რომელიც რეინკარნაციაზე იწერება, მაგრამ ჩემი გამოცდილებიდან გეტყვით, მე რა გამოვცადე, ანუ ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის არის ცოცხალი სიტყვა, ცოცხალი გნოზისი, ხვდებით? შენი თავიდან გამომდინარე, რომ რაღაცას მიხვდები და არა წაკითხულიდან და იმის მოყოლილიდან და იმის მოყოლილიდან. ჩემი თავიდან გამომდინარე, მე პირდაპირ გეტყვით, რომ 3 შვილის დედა ვარ. 3 შვილის გაჩენისას ყოველ გაჩენაზე ვცდილობდი, რომ გამეგო რას ნიშნავს ეს დაბადება, ანუ ჩასახვა, შემდეგ განვითარება და შემდეგ დაბადება. და ამის პროცესში მინდა გითხრათ, რომ არ იყო ეს პროცესი ადვილი, რომ გასაგებად ადვილი არ იყო და ძალიან ბევრ ტვინს ვიჭყლიტავდი იმაზე, რომ აი რა არის ეს, რა პროცესი არის ეს, რომ როგორ შეიძლება აი რაღაცა უხილავიდან, ხო? ხილული და ადამიანი გახდე, რომელიც მეტყველებ, რომელიც აზროვნებ, რომელიც ეხები, რომელიც დადიხარ, არსებობ, ხო? არსი გახდე, ხო? ფიზიკურ ველში თუნდაც, ნუ ასტრალური და მენტალური ველი რომ გვაქვს ჩვენ ადამიანებს და ზოგჯერ ცხოველებსაც კი და ზოგჯერ მცენარეებსაც კი, აი ეს განსახილველი თემაა, თუმცა სანამ ამას განიხილავენ, ისინი უფრო აინტერესებთ, რამდენი ფული იშოვოს და როგორ და რანაირად ადამიანს. არის კატეგორია ხალხის, რომელსაც აინტერესებს გაიგოს თავის თავში რა ხდება. აი ამას დავაკვირდეთ ჩვენ. მე მაგალითად პირდაპირ მნიშვნელობით ჩემი მესამე ბიჭი რომ გავაჩინე, მესამე ბიჭი კი არა, მესამე შვილი რომ გავაჩინე, მეორე ბიჭი მაგ დროს უკვე მამაჩემი გარდაცვლილი იყო. და მოხდა ესეთი უცნაური რაღაც. ესე იგი, მამაჩემს ასურეთში ყავდა ძალიან იშვიათი საუკეთესო მეგობრები და ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარი, რომელიც ვიცოდი მე თვითონ რომ არის ეს ადამიანი, აი ეს საუკეთესო მეგობარი ერთ დღესაც შეგხვდა, როდესაც მესამე ბავშვი მყავდა უკვე გაჩენილი და პატარა იყო ეს, სულ რაღაც ხელშესაჭერი იყო, არ ფუფხავდა ეს ბავშვი, ნუ რაღაცა 1 წლამდე იყო. და მოხდა ესე, რომ ამ ადამიანს შევხვდით შემთხვევით მანქანით, ბავშვი მიჭირავს ხელში, უბრალოდ ჩემს მეუღლებს უჭირავს ხელში ბავშვი, მე ვზივარ მანქანაზე და ნახე,
რულზე ზის ჩემი მეუღლე და ბავშვი უჭირავს ხელში, სანამ წავიდოდა მანქანა, მე ვზივარ მის გვერდით და ეს ადამიანი გამოგველაპარაკა მანქანაშივე. თვითონ გარეთ იყო და ჩემი ბიჭი, რომელზეც პირველად ნახა ეს ადამიანი, აი პირველად, საერთოდ არ გვინახავს, პირველად შეხვდა მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ ეს ადამიანი და ეს პატარა თოთო ბავშვი, რომელიც, ესე იგი, ჩემი მეუღლის ხელიდან იმდენად გადმოიწია აქეთ და ამ კაცისკენ წავიდა, არც ენა აქვს ამ ბავშვს, არც რამე რომ გაგვაგებინოს, რომ აი ამ კაცთან მინდა ჩავეხუტო, თქვათ, ხო? მაგრამ მისი ქმედებით გადმოფოფხდა პირველად, მე ხო ვიცნობ ჩემს შვილს, პირველად ხდება ესეთი რამე, რომ ვინმესკენ გაიწიოს, გადმომაფოფხდა მე და მივიდა ამ კაცთან და რო დაიჭირა ამ კაცმა ხელში, ну ეს კაციც მიხვდა რომ მისკენ მიდიოდა, რომ დაიჭირა ამ კაცმა ხელში, იმდენად ბედნიერი იყო ეს ბავშვი, აღარ მოყვებოდა. გასაკვირი რაღაც მოხდა, ისეთი რაღაც მოხდა, ეს კაცის გარდაიცვალა, სხვათა შორის ღმერთმა აცხონოს მისი სული და გარდაიცვალა ეს კაცის, მაგრამ ამ კაცს ხელში რო ეჭირა ეს ჩემი ბიჭი, იმდენად ბედნიერი იყო ეს ბავშვი, რომ აღარ მოყვებოდა და პირველად ხდება ესეთი რაღაც და ვფიქრობ ესეთ რამეს რა და არ ვეუბნები ჯერ ჩემს მეუღლეს, ჩემთვის ვფიქრობ, რომ სულმა იცნო თავისი მეგობარი. ანუ სულმა იცნო თავისი მეგობარი. სავარაუდოდ მე ვფიქრობ, რომ ჩემს ბავშვის ხორცში ჩაჯდა მამაჩემის სული. იმიტომ რომ ისეთი მოძრაობა გააკეთა, ისეთი უცნაურად რაღაცა მოხდა, რომ მე ნამდვილად დავიჯერე, რომ აი იმ მომენტში დავიჯერე, რომ რეინკარნაცია არსებობს. უკაცრავად. ილია მეკითხება, როგორ ხარ დედოფალო? დედოფალი ვით. მადლობა ილია. მოიცადე ერთი წუთი. მე კიდევ მოგიყვებით რეინკარნაციის საკითხებს რა. სულის პორტალზე, ანუ ადამიანმა სულის ხო ეს გავიგეთ, მე ჩემზე ცუდად ილაპარაკეო. ავთანდილი წერს. მე ვაპირებ ასურეთში ამოსვლას ველიკით და შეიძლება მითხრას სახლის ნომერი, რომ გნახავ ძალიან მიყვარხარ ხალხთან ერთად და შენას ახსენი ნარიმანის ფენომენი, მე ვერ ამოხსენი, ამიტომ შენგან დიდი სიყვარული მოდის. ავთანდილი. ავთანდილ მან მრევლში იყვნენ უკვე ჩემთან, გაიკითხე და ისინი გეტყვიან ჩემი სახლის ნომერს. და ისედაც რომ არ გითხრა ეხლა ჩემი სახლის ნომერი საჯაროდ, პირადში მოგწერ. ხო. ხო, მოკლედ მეორე საკითხი რატომ ჯერა ეხლა რეინკარნაციის, იცით? საერთოდ მე ყველაფერს სიღრმისეულად ვფიქრდები ხოლმე და თიკო წერს საინტერესოა ძალიან და რატომღაც არ მიკვირს. გარდაცვალება რატომ ჰქვია, ესე იგი სულის სხვა სხეულში აგრძელებს ცხოვრებას. მე მჯერა წლის უკან დავიწყე სხვათა შორის მაგაზე ფიქრი. ხო, თიკო, აი წარმოიდგინე, ზუსტად ეგრე არის, როგორც მიმხვდარ ხარ შენ ამ სიტყვიდან გამომდინარე, გარდაიცვალა, ცვალება მოხდა. ანუ სული გავიდა და შეუძლია ნებისმიერში განხორციელდეს კვლავ, ხდებით? განხორციელდეს. კარნე, ხორცის შესხმა მოხდეს მასთან. თუ სულს აქვს ეს უნარი, სული ყოველთვის ვერ იპოვებს ამ უნარს. ბევრი სული გაქრება ხოლმე, ვეღარ ინკარნირდება. როგორ გითხრათ, აი მაგალითად თამარ მეფესთან დაკავშირებით, აგერ დავითმა ახსენა, თამარ მეფე არ იმსახურებდა ტახტსო. თამარ მეფე არ იმსახურებდა ტახტსო, იმსახურებდა, ნახეთ როგორ მოხდა, მაშინ უნდა მოკითხოთ იმ ადამიანებს, ვინც თამარ მეფე გაამეფა, იმიტომ რომ თამარ მეფე არ გამეფებულა თავისით. და როდესაც გამეფდა, მან თავისი მოვალეობა შეასრულა. სხვათა შორის
მამამისის გარდაცვალების შემდეგ ის გადადგა მეფობიდან და კვლავ აირჩიეს. და ამაზე ბევრი ლაივი მაქვს ჩაწერილი, მაგრამ რახან თამარ მეფეს მივადექით, მე პირდაპირ გეტყვით, რომ თამარ მეფე განხორციელდა. თამარ მეფე კვლავ რეინკარნე მოხდა, ანუ ხორცს შესხმა მოხდა თამარის. ამას მამა გაბრიელიც ამბობს, რომ დაბადებულია უკვე თამარი და ის პატარა გოგოა თავის სიცოცხლეშივე. ჩვენ ვეძებოთ თამარი სად არის, ხომ? აი მაგალითად ეხლა მე რომ არ ვთქვა ჩემ თავზე, რომ თამარ მეფის რეინკარნაცია ვარ, მეთქი ნახეთ როგორ უნდა მივხვდეთ რეინკარნირებული ადამიანი ვინ არის და როგორ არის. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ წარმოდგენებში თამარ მეფე როგორიც არის, აი როგორც დაგვიხასიათეს, დაგვიხატეს, რომ ესეთი იყო, ისეთი იყო. იყო თუ არა მართლა თამარი ესეთი, ეს უნდა გავიგოთ. როგორი იყო თამარი. ეხლა ბევრის თავში თამარ მეფე სულ სხვანაირია და შეიძლება ნამდვილი თამარ მეფე რო გამოჩნდეს, ვერც იცნოს და თქვას, რომ აი ეხლა ეს ამას გონია თავი თამარ მეფე. ხო და მეორე საკითხი ის არის, რომ დოგმების ნგრევა ჩვენს თავში არის ის, რომ ჩვენი წარმოდგენები და ილუზიები უნდა გავარკვიოთ, რა არის რეალური, რა არის ილუზია. გესმით? ეხლა მე რამდენის არ უნდა ვთქვა თამარ მეფე ვარო და რეინკარნაცია ვარო და რომც ვიყო, ვერ დავამტკიცებ. როგორ დავამტკიცებ? აი მითხარით, აი ავიღოთ, რომ ვთქვათ ვარ. მართლაც ვარ თამარ მეფის რეინკარნაცია, ხო? და სავარაუდოდ 99%-ით მჯერა რომ ვარ. როგორ დავამტკიცებ, რომ მე თამარ მეფის რეინკარნაცია ვარ? სასწაულებს მოვახდენ? სახელმწიფოს გადავატრიალე? ისევ თამარ მეფის როლში ვიქნები? თუ რანაირად დავამტკიცებ? მე ვერ წარმომიდგენია. ერთადერთი დამტკიცება ჩემგან იქნება ის, როდესაც თამარ მეფის აკლდამა გაიხსნება, მასში ვნახოთ მონაცემები. ფიზიკური მონაცემები, ხა მენტალურ და სულიერ მონაცემებს ვეღარ გამოვიძიებთ კაბიდან, გარდაცვლილის კაბიდან, ხო? კაბა კიდე ჩვენი ხორცია, რომელიდანაც გავალთ სულით, რომელ ხორცსაც დავტოვებთ, ის დარჩება კაბად. ხო, ზოგი კაბა შეიჭმება, მიწა შეჭამს, ზოგ კაბას კიდე როგორც თამართან აგერ აკლდამაშია, ისე შემოინახავენ თაფლში. და თაფლში შემონახული თამარ მეფე ესო არ არისო ქრისტიანულიო. ქრისტიანული კი არა, მაგას საერთოდ არ უყურებდნენ ქრისტიანულ. თამარ მეფის შემონახული კაბა, სხეული, გვამი, ხო? ზოგი გვამს ეძახის, მაგრამ გვამი არ არის, ის კაბა არის თამარ მეფის ეს, რაც ქვია, ის ცოცხლად არის შემონახული და შეგვიძლია შევადაროთ. ვის გავს ეს თამარ მეფის კაბა? ვის გავს? მე მგავს. შენ გავს, იმას გავს, თუ იმას გავს. გესმის? და როდესაც ჩვენ დავინახავთ, რომ რაღაცა დოზით მსგავსება არის, ამას ქვია რეინკარნე, ანუ კვლავ გებითობა, კვლავ ხორცს შესხმა. და თუ კვლავ ხორცი შესხმულია, მაშინ იგივენაირად იქნება ხორცი შესხმული, სხვანაირად კი არა. ეხლა უკაცრავად, ამანო ხორცი შეისხას, ამანო ხორცი შეისხას. ეს შეისხავს, ხო? ამანო ხორცი შეისხას, იგივენაირი იქნება, როგორც ეს, ხო? ამას ვერ შევადარებთ ჩვენ, ეს ვერ შეედრება ამას, ეს სხვანაირად არის ეს შავია და პატარაა და რაღაც სანთებელა, ეს თეთრია და დიდია. რეინკარნი არის, რომ როდესაც ხორცს შეისხავ, აი ესეთი იყავი და ესეთი იქნები ისევ. და ჩვენ მე ეხლა აი ამ პოზიციიდან მართლა ვერ დავამტკიცებ, რომ ხორცშესხმული თამარ მეფის სული ვარ. არანაირი შანსი არ მაქვს მე რომ დაგიმტკიცოთ, იმიტომ რომ ხალხი ბრმა. მე ვიცი რომ ვარ, მაგრამ მე როგორ შემიძლია დაგიმტკიცოთ თქვენ? ვერ დაგიმტკიცებთ, ამიტომ მე მჭირდება თამარ მეფის აკლდამაში შესვლა. გესმით? მე კი ვიცი რომ ვარ. ყველანაირად ყველაფრით ნიშნიდან გამომდინარე მომცა ღმერთმა იმის საშუალება რომ გამეგო რომ ვარ, მაგრამ თქვენ რო გინდათ რომ გაიგოთ და არ იცით. იცით რა არის? თამარ მეფე ზოგს წარმოუდგენია რომ აი სხვანაირი ყველას თავის თავში თავისნაირი თამარ მეფე წარმოუდგენია გესმის და რეალურად ვიღაცამ ჩემზე შეიძლება იფიქროს ეს საცოდავია, ეს ადარებს თამარ მეფეს თავს, იმიტომ რომ იმან გააღმერთა თამარი. იმაზე მეტი გახადა თამარი ვიდრე იყო. ან იმაზე ნაკლები ვიდრე იყო.
ეხლა პირდაპირ გეტყვით რა, იმაზე მეტი გახადა ვიდრე იყო, იმას ნიშნავს რომ თამარი არ იქნება ხორჩესხმული და იმაზე ნაკლები არის ის რომ აი თამარი ჩვენ მოგვევლინება დიდებით, გადაკრანჭული, გადატყლარჭული, გვირგვინით, ოქროს გვირგვინით, დაყენებული სახით, ესეთი, ისეთი და არა და სინამდვილეში ძალიან უბრალო იყო თამარი რა. თამარი პირდაპირ მნიშვნელობით თავის მუშებთან ერთად, თავის ნაზირ ვეზირებთან ერთად ქვებს ეზიდებოდა და ის იაშენებდნენ ეკლესიებს. თქვენ არ გეგონოთ რომ თამარი როგორც მეფეები წარმოგვიდგენია დღეს ისეთი იყო, არ იყო ეგეთი თამარი. თამარი ძალიან უბრალო ადამიანი იყო. დაჟე თავის მსახურებთან ერთად ჭურჭელს რეცხავდა. აი ესეთი თავდაბალი ადამიანი იყო და თქვენ ეხლა როგორ გონიათ ეხლა რეინკარნირდება და ეხლა მოუნდება ესე თავის დაჭერა და ცხვირის აპრეხვა? თუ რა გონიათ თქვენ ჯვალო ეცვაო ხალხო? ჯვალოს ჩაცმა რას ნიშნავს იცი? თამარი არასდროს არ დადიოდა გამოპრაჭული და გადატყლარჭული სანამ არ ჩააცმევდნენ ხოლმე ძალით. იცით რა არის აი ხა გეტყვით რა, თამარი იყო ძალიან უბრალო ადამიანი. და ამ უბრალოებით ქონდა ზუსტად წვდომა ღმერთთან, იმიტომ რომ ქრისტეს სჭირდება უბრალო ადამიანები, ქრისტეს არ სჭირდება მილიარდელები და ტრაქში პერო გაყრილი ადამიანები, არ სჭირდება ეგეთები რა. ქრისტესთან კონტაქტი აქვს მხოლოდ უბრალოს, როგორიც იყო ქრისტე. და თამარს რა გონიათ რითი იგებდა ომებს? თავისი სამხედრო ძალებით? ღვთის დაცვა რო არ ქონოდა თამარს, ისე ვერ მოიგებდა ომებს. გახდა, ახდა, ახადა. სოფია ჯერ ვერ მივხვდი მაგ მნიშვნელობებს, მივხვდები ალბათ. ამიტომ ჩემო კარგებო რა, საქმე რაშია იცით? საქმე იმაშია რომ ჩვენ უნდა ვეძებოთ სიმართლე. აი მე ვეძებ სიმართლეს ყველაფერში, ყველგან და ყველაფერში. ვცდილობ რომ რაღაცა არ გავაკერპო, არ თაყვანი ვცე, არ ის ვქნა რა ქვია გავაფანატო. რატო უნდა გავაფანატოთ, როცა ყველანაირი საშუალება გვაქვს რომ გამოვიძიოთ სიმართლე? მით უმეტეს აგერ ღმერთმა ინება და თამარ მეფის აკლდამას თავზე დამაყენა და აგერ თქვენს გაგიზიარეთ სად არის თამარ მეფის აკლდამა. მაგრამ ხდება ისე რომ ესეც ღვთის განგებით ალბათ რომ ეხლა ხდება ადამიანი ანუ ილია მეორე რომელსაც აბარია ეს გასაღები უძლური ის გადიშონ მდგომარეობაში კომაშია ილია მეორის ვერაფერს ვეღარ შეეკითხები და ვერაფერს ვეღარ გააკეთებ. ამიტომ ილია მეორის ანდერძი უკვე გაგიცხადეთ რაც გააკეთა ილია მეორემ. ილია მეორემ თავისი ანდერძი გადასცა ნარიმანს. და ნარიმანი არის პატრიარქი უკვე. გესმით? ეხლა ნარიმანის ხალხი დამესევა და რატო გალანძღე ნარიმანი და იცით რა არის მეგობრებო, ნარიმანი რომ არ გამელანძღა მე. თქვენ ვერ გაერთიანდებოდით და თქვენი გაერთიანება ფიზიკურ ველში, მენტალურ ველში აუცილებელია. გესმით? სანამ თქვენ ამას გაიგებთ, თუ რა ხდება და როგორ საუბრობთ ჩვენ, ის სულები, რომლებიც მოვედით ამ დედამიწაზე, ამ დედამიწის გადასარჩენად, ხო? სანამ თქვენ ამას გაიგებთ, მანამდე თქვენ უნდა განიწმინდოთ. თქვენ თუ არ განიწმინდებით ამ პარტავნებისგან, შიშისგან, მეტოქეობისგან, მუცელთმოყვარეობისგან, ვერცხლთმოყვარეობისგან და სხვათა შორის დამავიწყდა იმის სახელი ჩაცმულობაზე რო უყვართ კონცენტრირება, მაგათაც რაღაცა ქვიათ. სანამ აქედან მატერიისგან არ გამთავისუფლდებით, ხო? მანამდე ვერ გაიგებთ ჩვენ როგორ საუბრობთ. რა საუბარი როგორ და რა დროს არის საჭირო, ვერ გაიგებთ. ამიტომ აგენთებათ ერთ ადგილში, განრისხდებით, გეგონებათ რომ ის სხვა არის დამნაშავე, გეგონებათ რომ აი ხლა ისე და ესე და ეს. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ გგონიათ რომ ემსახურებით ქრისტეს. და ქრისტეს მსახურება არ არის ისე როგორც თქვენ
აკეთებთ. ქრისტეს მსახურება არის ყოველდღიურობაში. აკეთო საქმე ისე როგორც აკეთებ. აკეთებდა ქრისტე. ძონძომანია. ხო, ძონძომანია. ახალი ტერმინოლოგია ეგრე დაერქმეოდა, კი, კაია. ნარიმანი. იგივე, ანუ ნარიმანი დაიბადა ნარიმანად. მერე დაარქვეს ნიკოლოზი. ნიკოლოზ ბაგრატიონი, როგორც თავისას უწოდებს, ნარიმანიც შეიძლება მოიხსენიოთ ჩვეულებრივად, იმიტომ რომ ნარიმანსაც უწოდებს თავის თავს. ჩვეულებრივად არის პატრიარქი. იმიტომ რომ ილია მეორე არის სასყიდელის სარეცელზე დევს, უკვე კომაშია, გასულია იქ ვედროზე, თუ რაზე იძახიან? წყალზეო, თუ რაზე გააგზავნია, მარილზეა გასული უკვე. გესმის? და როგორ თქვა, ახლა ვინ მოახერხებდა ნარიმანის მრევლის გაერთიანებას? თუ არა ის ადამიანი, ვინც ნარიმანს გალანძღავდა ძალიან მაგრად. ხო? ვინ მოახერხებდა? და ვინ შეძლებდა ნარიმანის გალანძღვას? აიღეთ ნებისმიერი ადამიანი და ესე საჯაროდ ნარიმანის მრევლთან მისული, ვინ შეძლებდა ნარიმანის გალანძღვას, თუ არა ისევ თამარ მეფე. ანუ ვინ იკისრებდა ამას? ხო, სოფო, გავიდა გაღმა მარილზე. მაგას მნიშვნელობა არა აქვს ნარიმანი თავის ცხოვრებისეულ გამოცდილებში ცოდავდა, არ ცოდავდა, რას აკეთებს თავის პირადში, მაგას მნიშვნელობა ჩვენთვის არა აქვს. გესმით? არა აქვს მნიშვნელობა პატრიარქი შეუძლია გახდეს თუ არა, თუ პირადში მაგალითად თუნდაც სექსი აქვს ლუიზასთან. მე რა პრობლემაა ეს? ხო? ამას მნიშვნელობა არა აქვს, მეგობრებო. ჩვენ ამის გამოკიდება სჯობია, რომ იმაზე ვიფიქროთ, როგორ გავერთიანდეთ, რასაც ითხოვს, ის გავაკეთოთ, თქვათ, ხო? აი თქვა თქვენ აიღეთ და თქვენთვის არის მეფე, ქრისტე, უკვე ეს, უკვე ის, ხო? დგახართ მის კარებთან და არაფერს არ აკეთებთ იმისათვის, რომ რასაც ითხოვს, გაუკეთოთ, შეუსრულოთ. თუნდაც აი მაგალითად უნიტაზი მიუტანოთ, ხო? ახლა ეს უნიტაზი ნარიმანის მრევლში ვინც არ ესმის რა არის უნიტაზი. უნიტაზი წარმოუდგინე აი იქ ყოველდღურად რომ ჯდებით ზედ საპირფარეშოში ის არის უნიტაზი, მაგრამ ნარიმანის ენაზე, საერთოდ სხვა აი ამ განზომილების ენაზე ეს სულ სხვა რამეს ნიშნავს და ეს იცის მხოლოდ ნარიმანის ხალხმა, ხო? და მე რო იცის, რატო არ ერთიანდება? რატო ვერ მოახერხა გაერთიანება? გაერთიანების მაგივრად და იმის მაგივრად, რომ მივიდეს ილია მეორესთან და ის შეასრულოს, რასაც ითხოვს ეს კაცი, ნარიმანი, ხო? მომადგა აგერ ასურეთში კარზე მე. ხედავთ რა ძლიერი ვინმე ვარ? თვით ნარიმანმა ვერ გააკეთებინა ის, რომ ილია მეორესთან მიიყვანოს, მაგრამ თამარმა შეაძლებინა ის, რომ ჩემ კართან მოვიყვანო ნარიმანის ხალხი. სექსი უნდოდეს და ლუიზასთან ექნება? ანა მარია იკითხავს. ვისთანაც გინდა იმასთან კონდეს სექსი რა, არა აქვს სექსის უფლება თუ რა ხდება ვერ გავიგე. თქვენ გონიათ ქრისტემ სექსი აკრძალა და რაღაც ბინძურად მიიღო, ფუი, სექსიო? ანუ სექსი სულაც არა უკრძალია ქრისტეს. და არ ცოდვა არის, თუ კი ადამიანი თავის რჩეულთან იქნება სექსით დაკავებული. ლუიზა დეიდაშვილიაო და თუ ასეა, მაშინ ცოდვა ამის თქმა თამარ. მე არ ვიცი ლუიზა დეიდაშვილია, იქნებ არ არის დეიდაშვილი. ეგრე თამარ მეფის ქმარი ბიძაშვილი იყო, დავით სოსლანი მისი. მერე იქნება მეშვიდე თავის დეიდაშვილია, მეშვიდე თავის დეიდაშვილთან აქვს უფლება, რომ კონდეს სექსი. და თამარის დააქორწინეს თავის ბიძაშვილ დავით სოსლანზე. მერე რა, ბაგრატიონი იყო სოსლანი მეშვიდე თავის. თამარ მეფის მამიდის, ან დიდი ბებიის ის იყო
შვილთა შვილი იყო დავით სოსლანი. ასე რომ სანამ პირს გააღებთ და გალანძღავთ ვინმეს დაუკვირდით რას აკეთებს და სიღრმისეულად დაუკვირდით და ზედაპირულად ნუკვირდებით რა. ზედაპირულად რომ უკვირდებოდეთ, ხო? ჩვენ იმიტომ ვართ ასეთ გაუგებრობებში. არა, ანუ ლუიზა ასაკ შედა უფრო მშვენიერს რა არ აირჩევდა მაგას. აი ანა მარია, ნახე, შენ ფიზიკურში ჩადიხარ ისევ რა. ფიზიკურად შვენიერი ვისთვის ვინ არის, ამას ვერ გავიგებთ ვერასდროს რა. შეიძლება ფიზიკურად ისეთი მახინჯი გვეჩვენებოდეს ადამიანი, მაგრამ მეორე ადამიანისთვის ისეთი ლამაზი იყოს, რომ ჩვენ ვერ წარმოვიდგენთ. გააჩნია ვისი სული ვის სულს ხედავს. სული სხვანაირია და ფიზიკურში როგორ გამოვლინდება ეს? მე მაგალითად რაც ცხოვრება მახსოვს, ძალიან მახინჯი მამაკაცები მომწონდა ხოლმე. მე რა ვიღაცას მახინჯად ეჩვენებოდა და მე ძალიან ლამაზად მეჩვენებოდა. აგერ სასწაული დაუშვა ღმერთმა და უმშვენიერესი მამაკაცი დამიყენა გვერდით. ხო? მაგას არ აქვს მნიშვნელობა, ვის ვინ მოსწონს და როგორ მოსწონს, ვინ როგორ გამოიყურება. ესმით? ილია წერს, ჩემი გული ხარ შენა, თამარი. მადლობა ილია. ფიზიკურში, ანუ გავიაზროთ ის, რომ ნახეთ, როდესაც ჩვენ ვამბობთ ახლა სამი განზომილებიანი სამყაროში ვცხოვრობთ, სამგანზომილებიანი სამყაროში არის ეს ფიზიკური, მენტალური და ასტრალური ველი. ფიზიკურ ველში ჩვენ ხედავთ ჩვენს ხორციელს. მენტალურ ველში ჩვენ ხედავთ იმას, რასაც ვლაპარაკობთ. ჩვენ მენტალური ველის გამოვლინება მხოლოდ და მხოლოდ ენით შეგვიძლია, მეტი არაფრით. მენტალური ველის გამოვლინება კიდე შეგვიძლია მოძრაობებით, მაგალითად რაღაცა ვიცეკოთ, აი ანთროპოსოფებს აქვთ ეგ თავის სახელს ცეკვავენ, რაღაცა ასობგერას ცეკვავენ. აი მენტალური ველის გამოვლინება ადამიანთან არის შესაძლებელი ერთადერთი საშუალებით, ეს არის ენა და ფიზიკური ველით ხელი რომ დაწერო, თქვათ თუ ენა არ აქვს დაწერო რა რაღაც. და ასტრალური ველი უკვე გამოვლინდება შენი არსით, რას მოქმედებ, რას აკეთებ. და რა დაცვა გაქვს. ვისთან ხარ კავშირში, როგორ მოდის იდეები, გაქვს თუ არა წვდომა სულთან, ხარ თუ არა სულთანი და ასე შემდეგ. ეს არ არის რაღაცა წარმოუდგენელი ველები, რომელსაც ჩვენ არ ვიცნობთ. ჩვენ ვიცნობთ, მაგრამ ესენი დავივიწყეთ, ამას ყურადღებას აღარ ვაქცევდით ჩვენ დიდი ხნის მანძილზე. იმიტომ რომ გადასული ვიყავით მხოლოდ კუჭზე. აი აქ პირველი, მეორე, მესამე ენერგეტიკული ველის გაძღომაზე. მესამე ენერგეტიკული ველის გაძღომა კიდე იმას ნიშნავს, რომ შენ მხოლოდ გაინტერესებს კუჭის გამოვსება. და ამ კუჭის ამოვსებას სჭირდება მატერია. მატერიისთვის გამოიგონ ადამიანმა ქაღალდის ფული, ჯერ თავიდან ოქრო, მერე ქაღალდის ფული, ახლა აგერ ციფრულიც და მერე ალბათ ასტრალურ ფულსაც გამოიგონებენ. ხო და მაგაზე რო არ ვიყოთ აქ გაჭედილი, ხო? ქრისტემ ამიტომ რომ მოვიდა მე 2000 წლის წინ გითხრა აქ ადითო რა, გულში ადითო რომ აქ ნუ გაიჭედეთო, აქ რო ახვალ მე ახვალ ადვილად აქ და აქედან უკვე აქ ახვალ და აქედან უკვე იქ გახვალ. და ეს არ არის რაღაცა სასწაული, რაღაცეები, რომელსაც ვერ დავინახავთ ან ვერ მიუწვდომელი. აგერ სამწუხაროდ, რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, აგერ დედაო არიგებს პატარა ბავშვს, რომ ეშმაკმაო ყველაფერი თავდაპირველადო ყველაფერი კარგი იყო, ადამიანებს ერთმანეთი ესმოდათო, სამოთხეში ვიყავითო და მერე გამოჩნდა ეშმაკიო და უყვება ზღაპრებს, რომელიც აი ვეღარ მოვისმინე რა, გული კინაღამ შემიწუხდა. ბავშვს როგორც ამახინჯებს თავის ცხოვრებისეულ. წარმოიდგინეთ ბავშვი, როდესაც იწყებს აზროვნებას და ესე კეტავს თავის იმაში რა, შიშებში. აი შიშში ჩაკეტა პირდაპირ ეს ბავშვი. როგორ შეიძლებაო ჩვენო ღმერთები გავხდეთო, ხო არ შეიძლებაო ესო? და ადამიანმა მოინდომაო ღმერთად გახდომაო და
პირდაპირ მნიშვნელობით ქრისტეს სახეში შემოულაწუნა ამ ქალმა რა. როცა ქრისტე გვეუბნება, განა არ იცით რომ თქვენ ხართ ღმერთებიო? გესმის ხალხო? და ეს ქალი ეუბნება ბავშვს, თან მით უმეტეს ბავშვი ღმერთთან რა ახლოს არის. ადამიანმაო, მოინდომაო, ღმერთად გახდომაო და აბა როგორ შეიძლებაო ესო? აცდუნაო, ეშმაკმაო. ღმერთო ჩემო, იცით რა არის მეგობრებო? აი ზოგიერთ ადამიანს ეხლა შორენა წერს თამარ მეფე ხარ, მეფე გოგო ძლიერო და ზოგიერთ ადამიანში შეიძლება ამან გამოიწვიოს დიდი შური, რომ აი როგორ უწოდებენ ამას მეფეს. მეფობა თქვენ ძალიან ისეთი გონიათ, რამე ძალიან მნიშვნელოვანი რამე გონიათ? აი ერთადერთი მეფობას რაც აქვს, ეს აქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რომელიც შეიძლება ძალიან მოგბეზრდეს რა. იმდენად მომაბეზრებელია მეფობის პასუხისმგებლობა, რომ ადამიანმა მეფობა შეიძლება არც არასდროს ინატროს, როცა გავლილი აქვს მეფობა რა. იმიტომ რომ მეფე ყველაზე დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს. და მეფის სულს რა მოეთხოვება, იცით მეგობრებო? მარტო შენი სულის მდგომარეობა კი არ მოეთხოვება ერთი ადამიანის. მეფის სულის მდგომარეობას მოეთხოვება მთელი ერის სულის მდგომარეობის, როგორც ახლა ილია მეორეს მოეთხოვება მთელი ერის სულიერი მდგომარეობის ახსნა თავის იქ სასყიდელ საზვერეებს რო გაივლის, ხო? ისე მეფეს მოეთხოვება მარტო შენი სულისთვის კი არა. შენი მთელი ერის სულისთვის მდგომარეობა და ახლა რომელმა ჭკვიანმა ადამიანმა და ამბიციურმა ადამიანმა შეიძლება ისურვოს, რომ მეფე გახდეს. ერთადერთი შეიძლება იმ სულმა, გამოცდილმა სულმა ჯერ კიდევ თავის თავზე აიღოს მეფობა, რომელმაც იცის რა არის მეფობა. მაგრამ სურვილით ის არ ისურვებს, რომ მეფე გახდეს. არავითარ შემთხვევაში აღარ ისურვებს, რომ მეფობა მინდა. მეფობა მინდას იქით რო გაიხედო, შენ რამხელა ვალდებულებები გაკისრია და მოვალეობები და ერთი წამი რომ შენი თავისთვის დრო არ გრჩება, შენი პირადისთვის დრო, პირადი უნდა გადადო გვერდზე წარმოიდგინეთ რა. როგორც თამარ მეფეს გადაადებინეს პირადი, აი ესე ააღებინეს და თვითონ კარგად იტყლაშუნეს, იტყნაურას უკაცრავად კიდე მის სახელს ამოფარებულმა მამიდებმა და ბიძიებმა. გესმის? აი ეს საწყალი გოგო აიღეს და პირდაპირ გაწირეს იმისათვის, რომ თვითონ ეცხოვრათ მაგრად და ეს ამ გოგოზე გადამტყდარიყო მთელი ეს მეფის საკითხები. თქვენ მეფეები ძალიან მაგარი ვიღაცები გგონიათ? მეფეები იყვნენ დღემდე, ესე არის, მეფეები იყვნენ აი როგორც ქრისტე იყო განტევების ვაცები რა. მართლა გეუბნები, მეფეები იყვნენ ყველაზე საცოდავი ადამიანები, ვინც კი მე ისტორიაში წამიკითხავს და გამიცნია. ანუ შეიძლება კიდევაც გეუბნებით, რომ თავად მეფე ხარო რომ მეუბნებით, ეს ჩემთვის არ არის კომპლიმენტი. ეს ჩემთვის იცი რა არის? კიდევ ერთხელ მიდასტურებს იმას, რომ რა საცოდავი ადამიანი ვიყავ მე წინა ცხოვრებაში რა. მართლა გეუბნებით, ძალიან საცოდავი და ის საცოდაობა თქვენ გონიათ დღეს არ არის გადმოყოლილი ჩემში? ამიტომ ბევრი მაქვს მე სამუშაო, რა თქვენ რა გონიათ ესე რომ დავდექი და ვიგინები და ყველაფრის უფლებას ვაძლევ ჩემ თავს. იმას ვაკეთებ, რაც იმ წინა ცხოვრებაში არ გამაკეთებინეს. გესმით? და თქვენ ნუ გაგიკვირდებათ ის რომ მე ენაც წავიბილწე, შეიძლება უაზრო რაღაცებიც გავაკეთო და თავს უფლება მივცე, ესე გაჩეჩილიც ვიყო და ყველანაირად ბინძური წარვდგე თქვენ წინაშე, რაც იმ ცხოვრებაში მე არ მქონდა ამის საშუალება და დღემდე მაქვს ეს სურვილი, რომ აი ესე წარვდგე როგორც მინდა ხალხის წინაშე. რა ვიცი ტრაკის საქმეა, ხო? გესმით? თამარ მეფე ვარო რომ ვიტყვი, ეს არ არის ჩემთვის პრივილეგია, რომ აი მე რაც ვარ ისა ვარ. ყველაზე საცოდავი ადამიანი ვარ, თუ მე თამარ მეფე ვარ მართლა. ყველაზე საცოდავი სული ყოფილვარ რა. რომელმაც აი ქრისტესავით საცოდავად შეეწირა აი ამ ერს, რომელმაც არ ვიცი, დღემდე ვერ გაიგო ვინ იყო თამარ მეფე და აგერ თამარ მეფის აგდამა ცურწინ დაუდეს და უთხრეს და 70,000 კაცმა გაიგო, მაგრამ ვერაფერს ვერ აკეთებს მაინც. აი ამ უნარო ერის გულისთვის შეეწირა ეს ქალბატონი თავის სიყვარულს, თავის პირადს,
თავის ყველაფერს. და თქვენ გონიათ მაგარი ტიპი იყო თამარი? მამიდამისის მონა იყო ხალხო. რომელიც ბოლოს და ბოლოს ებრძოლა იმდენი რომ ძლივს რაღაცას მიაღწია და ბოლოს მოიცილა ამ მამიდამ როგორც აი ესე მოსუნ კარაკი პუძზე გადასმული ისე მოიცილა თავი და ამ მამიდამ ეს თამარი რომელმაც ხმა მოიყო ბოლოს. თავისი ჭუპრიდან როცა გამოვიდა თამარი მაშინ მოიცილა რუსუდან არ შეეძლო თუ რა ერთ ორს იმჩხიბავებდა იქ რაღაცას დაწერდა რიტუალს ჩაატარებდა და მოკვდა თამარი. თამარის ყველა ადამიანი მოკვდა ვინც რუსუდანმა მოისურვა. როგორც დღეს არის საპატრიარქოში აგერ შორენა გიზით რუსუდან მამიდა. და ვერავინ კაციშვილი თითს ვერ ადებს რა. რატო? იმიტომ რომ ჩხიბაობა იცის, იმიტომ რომ ყველა წიგნი წაკითხული აქვს, რაც კი მაგიასა და ჩხიბაობას შეეხება და ყველაფერს ახორციელებს. აი თქვენ გონიათ უნამუსო არ არის? და უსულო არ არის და უსულდგმულო არ არის ეგ ხალი? მაგრამ თამარს ვერ მოერევა ისევ და ისევ. რა თქვენ გონიათ ნარიმანს არა აქვს ეგ წიგნები წაკითხული და ნარიმანი არ აკეთებს და ნარიმანი მომცემდა ახლა იმის უფლებას რომ მე მასზე რამე ცუდი მეთქვა? ეგრევე დამას სიკვდილებდა იქ. ისეთ რაღაცებს იცნობენ ეგენი. ისეთი წიგნები აქვს მაგათ წაკითხული. რომც მქონდეს და რომც ვიცოდე, ეგ მჩხიბაობები მაინც არ გავაკეთებ მაგას. იმიტომ რომ არა ვარ მე დაცემული ანგელოზი. მე მინდა რომ იმ ხალხთან მქონდეს ურთიერთობა როგორც ქრისტე იყო და ქრისტეს გარშემო ვინც უნდა რომ ყავდეს. და ქრისტეს გარშემო ვინც უნდა რომ ყავდეს ისინი არ მჩხიბაობენ ხალხო. და თამარ მეფის სულს ვერავინ ვერ შეეხება, ვერც დემონი და ვერც ანგელოზი. იცით რატო მეგობრებო? იმიტომ რომ იციან რა მნიშვნელოვანი პირი არის თამარ მეფე. იმიტომ კი არა რომ ძალიან მაგარი ტიპია, იმიტომ რომ ყველაზე დიდი სიმ და თავმდაბლობა მოიხვეჭა თამარ მეფის სულმა. გესმით? და თავმდაბალ ადამიანებს ვერაფერს ვერ უშვებიან, ეშმაკი მისგან გარბის იწვება მის სიახლოვეში. ვერ ძლებს, უბრალოდ ვერ ძლებს, გარბის მისგან. და რაც არ უნდა დაცემული სულის იყოს ის ადამიანი, რომელიც ჩხიბაობს, თამარ მეფეს მაინც ხელს არ შეახებს, იმიტომ რომ თამარ მეფემ თავისი სიტყვა თქვა, თავისი ცხოვრებით მოიპოვა ის უფლებები, რომ მას ხელი აღარ შეახონ. თქვენ გონიათ რა თქვენ რომ წევლით რამე შემეხება? არც ერთი სიტყვა მე არ შემეხება, ხო გეუბნებით პირდაპირ თქვენთან მოვამეთქი და აგერ უკვე ხედავთ რომ მოდის თქვენთან ეგ სიტყვების და ყველაფერი. თქვენთან თუ არ მოვა, თქვენიანებთან მოვა ხალხო. თქვენიანები მაინც დაინდეთ. ყველაზე სუსტი ვინც ყავთ ოჯახში, იმას ეტაკება და იმას მოუთხრის ბოლოს. ჩემზე ვინმე სიტყვა ცუდად გამოთქვას, კი არ გემუქრებით, პირდაპირ გაფრთხილებთ, ეგრე მოვა უკან მოვა თქვენთან და ყველაზე სუსტ ადამიანს დაარტყავს თქვენს ოჯახში. და რეინკარნირებას არანაირი დიდი სასწაულები არ ჭირდება, რა თუნდა მაგას დიდი სასწაული, რეინკარნირება ხდება სექსის დროს, როდესაც ორი ადამიანი ერთად განიცდის შეერთებას. ზოგი არის ახლა ნებაყოფლობითი შეერთება, ზოგი არის ძალადობრივი შეერთება, ზოგი არის სასწაულებრივი შეერთება, ზოგი არის ღვთიური შეერთება, რა ვიცი, 1000 გვარი შეერთებები არსებობს, რო იცოდეთ. და აი ამ პროცესში ხორციელდება ისევ სული. ხორცი ისხავს ისევ, კვლავ გებითი ხდება. გესმით? თუ გინდ გააკეთონ, მაინც ვერ მოგერება დაცვა გაქვთ. ხო, შორენა მაგას ვამბობდა. რა არის იცით, აი არ ვიცი ხა ამ პარტავნება მიაჩნია იმ ადამიანს, როდესაც ადამიანი თავის თავზე თამარ მეფეს იტყვის, იცი ვის მიაჩნია ამ პარტავნებად ეს, ვისაც მეფობა ძალიან მაგარი რამე გონია რა. და ვისაც გონია რომ მეფე როცა ხარ, მაგარი ტიპი ხარ. გაიხსენეთ მეფე ვინ გახდა ხალხო? ამას სოფლისა, იმას სოფლისა და ქვესკნელის მეფე ვინ გახდა? ქრისტე ხო? და მე რა ცხოვრება გაიარა?
ეგ მაგარია? ეგეთი გინდა რომ გაიარო? კი ბატონო გაიარე, შეუერთდი მე ვინ გიშლის. მეფე არ ნიშნავს რომ ამოაყირავეს ყველაფერი ფრანგებმა და მეფეს რო უბანენ ფეხებს და მეფეს რო რა ვიცი მე თავზე ოქროს გვირგვინსა და ეგ არ ნიშნავს მეფობას ხალხო. მეფეს კი არა ემსახურებიან, მეფე ემსახურება რო იცოდეთ რა. და მეფე არის მეფე წოდება ტიტული არის მსახურება. მსახურება პირდაპირ ქართულ ლაზარეში დევს ფე, ნიშნავს ფარი და ენი. უნდა იფარავდეს შენს ხალხს და რას აკეთებ თუ იფარავ, ესე იგი მსახურებ, ხო? პირდაპირ მნიშვნელობით დედა რო შვილებს გადაეფარება, ისე უნდა შეგეძლოს გადაფარება, მაგრამ აბა რას აკეთებთ თქვენ? აგერ დაიყენეთ თქვენი შვილები და იმსახურეთ მეფეებმა, რომლებიც რა ვიცი მე საზღვარგარეთ საქართველოს გარეთ თუნდაც საქართველოს შიგნით მეფეებმა თავისი ხალხი იმსახურა რა. ერთადერთი მეფე იყო თამარი, რომელმაც არ იმსახურა თავისი ხალხი, პირიქით, ემსახურა თავის ხალხს. არავისთვის დაუბანინებია ფეხები და არ უთქვავს, რომ ესე და ისეო, რომ ესე მომემსახურეთ და გააკეთეთო რა. ყველ თვითონაც მსახურებდა, რასაც თავისი ნაზირვეზირები აკეთებდნენ, თვითონაც აკეთებდა ამ საქმეს. ესე არ იყო, რომ ზემოდან იჯდა და უყურებდა როგორ მუშაობდნენ თავისი ხალხი. გაიაზრეთ რა არის მეფობა და მერე იძახეთ ამ პარტავნებაში ხარო და ვიღაცებმა რომ დაიწყეს რომ ჩემი ამ პარტავნებას მოუარეო, ხო? ყველამ თავის ამ პარტავნებას მოუაროს, იქ ნარიმანის კარზე ვინც დგას. ხო და ჩემო კარგებო, ვინც იტყვის თავის თავზე თამარ მეფე ვარო, ის არის უკანასკნელი, რო იცოდეთ რა. უკანასკნელი სულია. უკანასკნელი. მართლა გეუბნებით რა. თავის თავზე ვინც იტყვის თამარ მეფე ვარო და აგერ გეუბნებით, თამარ მეფის რეინკარნაცია ვარ. უკანასკნელი სული ვარ. გესმით? ყველაზე ბოლოში ვდგავარ. ქვესკნელის მეფე უწოდეო. მერე ქვესკნელის მეფე რო უწოდე, მადლობა მითხარი ქვესკნელის მეფე რო უწოდე ნარიმას. შენ სხვა რამე გონია? შენ ქვესკნელის მეფე ვინ იყო იცი? აბა გადახედე ერთი მითოლოგიას და ნახე ვინ იყო ქვესკნელის მეფე. და მერე ილაპარაკე ცუდად ქვესკნელის მეფეზე რა. რამ გაყო ქვესკნელი, შუასკნელი და ზესკნელი ერთმანეთისგან? სამივე ღმერთი შექმნილია. ამიტომ დაუფიქრდით რას ლაპარაკობთ რა. ყველაფერს თავისი სახელი აქვს და თავისი სახელით უნდა მიმართო. თუ თავისი სახელით არ მიმართე და თუ ვერ ამოიცანი, აგერ გეუბნებათ კაცი ფეხები დამიგრძელეთო და რატო არ უგრძელებთ? თავისი ფეხების დაგრძელება არის ის, რომ პირდაპირ ეთქვე ვინ არის სიმართლეს და არა ტყუილს. შენ რო გონია რომ ნარიმანი ქრისტეა, ხო? ესე იგი არაფერი არ გამოგდის. ნარიმანი რო ქრისტე იყოს, გამოვიდოდა და დაიწყებდა ლაპარაკი. იმით უნდა მიმართო, რომ ვინც არის. ის მეფე ვინც არის, ისე უნდა მიმართო, ხალხო. და თუ არ მიმართავ, ისე არ მოქმედება არ დაიწყება. აგერ მამალმაც დამიდასტურა. ეგ არ ნიშნავს იმას, რომ ქვესკნელის მეფე როცა არის ნარიმანი, ეს ცუდ რამეს ნიშნავს. ან შეურაცხყოფას აყენებს ამით ვინმეს. სამი სკნელი შექმნა ღმერთმა, ქვესკნელი, ზესკნელი და შუასკნელი და ამას თავისი მეფეები დაუყენა და ვინც დააყენა მეფეთ, ის უნდა ვაღიაროთ მეფეთ. იმ სკნელის მეფეთ, რომელი სკნელის მეფეც არის. გესმით? ანუ არაფერი შეურაცხყოფა ამაში არ არსებობს ისეთი, რომ ქვესკნელის მეფე ცუდია და ზესკნელის მეფე კარგია. მადლობა მამალო. დიახ. რეინკარნაცია დამტკიცდება მხოლოდ იმით, რომ არსებობს, პირდაპირ გეტყვით რა, თამარ მეფის აკლდამას რო გავხსნით, მადლობა მამალო,
თამარ მეფის აკლდამა რომ გაიხსნება და რომ შევძლებთ მაგის ძალაუფლებას რომ მოვიპოვებთ კაცობრიობა და ამ სინათლეში ავალთ რომ შეგვეძლოს თამარ მეფის აკლდამის გახსნა სანამ სიგნალია თამარ მეფის აკლდამა არ გაიხსნება და თამარ მეფის აკლდამა გაიხსნება მხოლოდ სანამ როდესაც სინათლე შემოვა კაცობრიობის გონებაში მენტალურ სივრცეში მაშინ გაიხსნება თამარ მეფის აკლდამა და მაშინ დამტკიცდება რომ რეინკარნაცია არსებობს მაშინ დაიწყება აღდგომა და მაშინ ვიცნობთ ქრისტეს. აი ეს არის ყველაფერი მეგობრებო. ჩვენ რეინკარნაცია სხვანაირად არ დაგვიმტკიცდება. ვერ დაგვიმტკიცდება და ვერ დავამტკიცებთ ვერაფრით რომ რეინკარნაცია არსებობს. ვერანაირად ვერ ვიყვირებთ, ვიტყვით, როგორც რწმენაა რომ არ ხედავ და გწამს ღმერთის ისე შევძლებთ ამის დაჯერებას, მაგრამ ვერ დაგვიმტკიცდება. არსებობს მხოლოდ ერთი მტკიცებულება თამარ მეფის აკლდამის გახსნის. რომ როდესაც მტკიცებულებით გვექნება უკვე ყველას სრულიად კაცობრიობას მარტო საქართველოს კი არა სრულიად კაცობრიობას გვექნება იმის საფუძველი რომ დავინახოთ რომ მართლა არსებობს რეინკარნაცია და ეს იქნება ახალი ერის დასაწყისი რასაც ებრძოდა აქამდე სიბნელე დაცემული სული რომელიც არ უნდა რომ აღიაროს რომ არსებობს რეინკარნაცია იმიტომ კი არა რომ არ უნდა იმიტომ რომ ეშინია რეინკარნაცია რომ აღიაროს თავისი სისუსტე უნდა აღიაროს რომ თვითონ ამდენი ხანი სიცრუეში ცხოვრობდა და ამის ეშინია სულს ეშინია დაზიანებულ სულს მაგრამ გამართულ სულს რომ დაინახოს და მტკიცებულებით ქონდეს ის საკითხი რომ რაც ფარაონებს ეგონათ და სჯეროდათ რომ მოვიდოდა ის დრო როდესაც აღდგებოდნენ მუმიები სანამ გაგიცნობდი, სანამ გეძებდი, რატო არ ვიცი. რაღაცა დაწერე ეთყობა, ხო, მანამდე ილია, ეს რაღაც ბმულივით მგონია რო არის. სოფია წერს გიждები შენს მამალზე, პეტრეს მახსენდება, ხო? ანუ რა გავიგეთ ეხლა ჩვენ გავიგეთ ის რომ ჩვენ ვერ გავაკეთებთ ვერაფერს ეხლა ნახე მე მაქვს კალბატონი მამისასგან ესეთი სიტყვები მოსმენილი მე არ ვიცი ეს როგორ მართალი არის თუ არა მაგრამ პირისპირ როდესაც ვესაუბრე კალბატონ მამისას ესე მითხრა და კიდევ ორი ადამიანი იყო იქ დამსწრე ესე იგი ნარიმანს რო კითხესო პირადშიო რომ მეფეო მართლა თქვენ ხართო? ისო ნარიმანმა თავი გააქნიაო და უთხრა ესეთი რამე გამოიტანაო და დაწერა დიდათო ბოლოს იქნება ქალიო და ეს ანუ ვერ ხვდები მე აი ამ საკითხს რას ვერ ხვდები იცი? ნარიმანი თავისას მეფეს უწოდებს ხო? და მეფე თუ თვითონ არ იქნება ბოლოს იქნება ქალი. გესმით? მე ახლა რა დავალაგე ჩემს ტვინში და როგორ დაალაგდა ჩემთან როგორ რეზონირდა ეს საკითხი. გეტყვით, პირდაპირ გეტყვით. როდესაც ნარიმანი მემკვიდრეობით მიიღებს პატრიარქობას, მემკვიდრეობით მიიღება პატრიარქობის არ არის რომ ილიამ თქვა და ეგრე უნდა იყოს. პატრიარქობის მემკვიდრეობით მიიღება ხდება ზეციდან. ეგრე არ არის რა რომ ვიღაცა ერთმა კაცმა დაწერა და თუ პატრიარქი არის ნარიმანი თავისთავად მეფე ვერ იქნება ხო მაგრამ თუ პატრიარქი არის ნარიმანი მაშინ ნარიმანის ხელით გადაეცემა თუ ვინმე მეფე იქნება გვირგვინი მეფეს პატრიარქი ადგავს მეფეს გვირგვინს ეხლა ამ მომენტში პატრიარქი არც პატრიარქი ყავს და არც მეფე ყავს გესმით? ამ მომენტში ფიზიკურ ველში არც პატრიარქი ყავს და არც რა ქვია მეფე ყავს, მაგრამ ასტრალურ ველში აგერ გიწერთ ნარიმანი რომ მეფე ვარო, ხო? და ასტრალურ ველში თუ ნარიმანი მეფეა, მაშინ პატრიარქი ვერ იქნება. მაშინ პატრიარქი სხვა ვინმე უნდა იყოს და მე დავაკავშირე პირდაპირ მნიშვნელობით ერთი რამ, მოხდება როქის გათამაშება. როქის გათამაშება, ხო, ახლა ნარიმანის ხალხი გაიგებს ამას. რას ნიშნავს ეს როქი? და როქი რო გათამაშდეს,
მაშინ ადგილების შეცვლა ხდება და ადგილების შეცვლა რომ მოხდეს თუ ვიღაცა პატრიარქის მიერ მეფედ დასმულია, მაშინ ეს მეფე გახდება იმ პოზიციაზე, რომელ პოზიციიდანაც პატრიარქმა დაასვა ხელი და თუ პატრიარქი ნარიმანი არის, ნარიმანი ხდება მეფე. ანუ ამ როქის გათამაშება, ხო? უნდა მოხდეს იმით, რომ ისევ და ისევ ნარიმანმა თავისი ხელით დასვას ის მეფე, რომელი მეფეც მას გაუცვლის ადგილს. და თუ ნარიმანი ამბობს, რომ მეფე ქალიაო, ხო? უпроსტად ბოლოს ქალიაო, მაშინ ეს ქალი ხდება უკვე პატრიარქის პოზიციაზე და პატრიარქის პოზიციაზე მაშინ მატრიარქატი იწყება. თუ ქალი მოხდება. და ანუ ნახე, თუ ნარიმანი ამბობს მე ვარ მეფეო და ნარიმანი უნდა გახდეს მეფე, მაგრამ ამბობს ხვებთან რომ ბოლოს ქალიაო, მაშინ ესე იგი ნარიმანი ამეფებს ქალს. ამიტომ ელოდებოდეთ ამარ მეფეს ნარიმანი. ნარიმანი ამეფებს ქალს. ქალი უცვლის ადგილს და მატრიარქატი იწყება სწორედ იქიდან, რომ კაცი ხდება მეფე და ქალი ხდება მატრიარქი. აი ესე დალაგდეთ ჩემ თავში ეს. და სხვა ადამიანების თავში ეს როგორ დალაგდება, ეგ სხვებმა თქვან, კაცო, მე ეს არის ჩემი პერსპექტივა, რაც ახლა მოგახსენეთ. გესმით? აი ეს არის ყველაფერი, რაც მინდოდა მეთქვა დღეს ალბათ. კითხვები ხომ არ გაქვთ კიდე? ხმა აღარ ისმის? მართლა აღარ ისმის ხმა? კი, ყველაზე პირველი ბოლოში დარჩება, იქ მდგომი ვერ იქნება მეფე ვერც ერთი. ნარიმანი, არიმანი, მანი, ანი. მოკლედ ერთი სიტყვით, ჩემო კარგებო, ისმოდა, ხო? კარგია რომ ისმოდა. ეხლა გავიყინე ამ ოთახში, უნდა გავიდე გარეთ, კიდე კითხვები თუ გაქვთ, მაინტერესებს. დღეს რა მეფური ბეჭედი გავიკეთე, ნახეთ. ისმის კი, ისმის. მოკლედ თუ არ გაქვთ კითხვები, მე გავიდი, იმიტომ რომ გავიყინე და გავიყინე, ქალბებო და კაცებო. აბა ეხლა როგორ გინდა თქვა? სხვანაირად ვერ გეტყვით, უნდა გავიდე, უნდა ვთქვა. წავედი, გაკოცეთ ხა, აბა გისურვებ ბედნიერ დღეს და ლამაზ დღეს. არ მიშვებს ხოლმე, ხა ეფარება ხოლმე რა ამზამეფებინდუ და აღარ მიშვებს ხოლმე, აჰა, წავედი.